ვიქნებით მიუნხენში ხვიჩა კვარაცხელიას თავარ საფეხბურთო матчში. და რა სილამაზეა და რა მაგარია ეს დროშები ყოფში. ეს კაცი ხორი იცნობა. მეორეც კიდე ფამბურთელს. ჯერ გილოცავ პირველ რიგში თავიდან ისედაც ბუნდესლიგაში დაარჩენეთ. და თუ გაუტანს? გამარჯობა, მეგობრებო. პირველად იყო სიტყვა და ეგ სიტყვა არის ჩვენთვის ეგეთი. ჩემპიონთა ლიგის ფინალი. მე და გიორგი პოპხაძე ვიქნებით მიუნხენში ხვიჩა კვარაცხელიას მთავარ საფეხბურთო матчში. და იქ კიდევ ერთ კაი ადამიანი დაგხვდება, კაი კი არა, ერთი საუკეთესო ადამიანი დაგხვდება. სასწაული კაცი. პასპორტ კონტროლის დროს ის ხალი მეკითხება თქვენც ფეხბურთზე მიდიხართო? ხო. ძალიან ბევრი იყო, ანუ აშკარად ბევრი ქართველი. ადგილობრივი დროით გოლშვიდი თქვენ. ხორიან ვირცაინახე რა იწერა? ვირცის რეკლამას. Thirsty for more. სად მიდის? Liverpool. აეროპორტშივე ბაიერნის მაღაზია. ძალიან საინტერესო ამბავი იყო, რომ ტაქსის თქმა მოვიყვანა. მთელი გზა მოშონება მოგწე ძალიან საყვარელი იყო, ძალიან ექსპრესიულად გამოხატავდა რაღაცებს, არტისტობდა, ხვიროდა, უცგვირჩევდა, BMW-ს მუზეუმით ამაყობდა, ბევრად საკეთებდა. გადაღებული მოხდა. We have the Georgian player, Georgian player in PSG. Yeah. Yeah, what's name? ხვიჩა კვარაცხელია. Oh God. I cannot speak German. Und was play in the Sturm, in die Abwehr, in die Mittelfeld? Left finger. The left. Left Yeah. finger. I looked in Number the TV. 7. You must look this guy, really. I look. Aber I think this year is Inter Mailand is good, ey. Oh. I hate them because The Spaghetti Mafia Italy. Oh my God. Spaghetti Mafia. He's winning Bayern München. ეს არის ოლიმპიური სტადიონი, რომელიც გაიხსნა 1972-ის ოლიმპიადისთვის, თუ სწორად მახსოვს და მე 1994-ში ნახეთ ლეგენდარული ფინალი იოჰან კრაიფი კაიზერ ფრანც ბეკენბაუერის წინააღმდეგ. ხო და ერთ მომენტში გავხდოდა აი ქალ შაბათს ძალიან დიდი თამაშია ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მართლა რა თამაშია უკაცრავად შაბათს თუ რაღაცა და მე 10 წუთის მერე ვთქვით რომ ჩვენ მაგ თამაშზე ვიქნებით და 1-2 წამი მენი პაუზა და შრაიზე კატასტროფული ამინდია. ქარია და წვიმს. კაი, წავედით. ჩვენ ახლა ავდივართ კარლ ყვათზე, როგორც ვთქვით, კარლ ყვათს კახოს ფასაგი. სადაც თურმე ძალიან იგრძნობა საფეხბურთო გარემო და რა სილამაზეა და რა მაგარია ეს დროშები ყოფში. ადგილი ძალიან კაია. ანუ შადრევნის ცენტრში მოაქციეს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბურთი, მოდი ეგრეთ ვთქვათ. რაღაცა შოპი ვნახეთ, სადაც სტორი უბრალოდ. სადაც 34 ჩემპიონობას უოცავენ ვიღაცას და ეს კაცი ხორი გეცნობა. ეს რა მაგარია, ეს არც ვიცოდი საერთოდ, ხო თუ იყიდებოდა. ხოხა, მიგერ ადამიანებს ეჩვენო ან საბოში, რომელთაც ბაიერნი აღნიშნავს ხოლმე ტიტულებს. ძალიან ლამაზ ადგილზე მოვედით, ძალიან საფეხბურთო ადგილზე. მაღაზიის სახელი არის შუსტერი, ანუ ამაზე საფეხბურთო რა გინდათ, მაგით დავიწყოთ და მე არის ადგილი, სადაც Adidas-ისა და Nike-ის მთელი დიდებულება ერთნაირად ჩანს. Adidas-ი ავაყობს და თავს იწონებს თავისი ბურთით, რაც ლოგიკური ამბავია და Nike-მა პასუხად ეგეთი პლეისმენტი გამოუკრა PSG ინტერის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგა და Nike-ის ორი წარმომადგენელი. კარგი დაპირისპირება ორივეს Paris Saint-Germain-საც და ინტერსაც Nike-ას ორივეს კი, ორივეს და დარჩება Nike აუცილებლად ორივესთან, მაგრამ აბსურდი ფაქტი რაც არის, აი Nike და Adidas-ის დაპირისპირებაზე რაც გავახსენდა, არის ის, რომ ანუ გერმანიის ნაკრებს ორ წელში ჩააცმევს Nike, ანუ გარე Nike-ის რამე საწინააღმდეგო აქვს, მაგრამ 2020-დან 28 ერთ-ერთი რა. ეგ აბსურდია. ამის ნიშნავს მითხარი. Adidas-ი არის ყველაზე გერმანული ბრენდი. ეს ფორმა კი ძალიან ლამაზია, ულაპარაკოთ ხო
მომწონს და მაგ საბედნიეროდ კვარესის ფორმა, მაგრამ მომდევნო სეზონში იქნება კიდევ უფრო ლამაზი. აი ეს ხაზი არის ეიფელის კოშკის ორნამენტებით გაფორმებული. ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელია 7 ნომრიანი გმაისორი. როგორme უნდა იშოვოთ. ფინალში რა ფორმებია ცვიათ? ესეც მეო. ინტერს ეცმევა ყვითელი, პეშეს ეცმევა ჩვეულებრივი საშინაო ფორმა. ამ ორ გუნდში თავარი მუღამი მე მაინც მგონია რომ სიმონე ინზაგი და ლუის ენრიკეს ფაქტორია და ფეხბურთი მაგანაც დააბრუნა. გავდივართ სავარაუდოდ მთავარ ადგილზე და მოედანზე. ნახე ხა რა სილამაზე. გავიხედო? მიდი. მარცხნივ და მაღლა გაიხედე თუ შეიძლება. მარცხნივ და მაღლა. ხوار გეცნობა, საიდან გეცნობა ეს ადგილი? ბაიერნი რო ზეიმებს ხოლმე. არ გინახავს, აი რომ იმ დასასლებით რო გადმოდგებიან, წეღან რო ვიღებდით ფანსტორში. ბიჭო, ძალიან ლამაზია. ობიექტურად ძალიან ლამაზია. აი ნახე, გეხვეწები, აი შუა იმას გააყოლე. იცი ეს რა მაგიჟებს ამ ყველაფერში? ესენიც კი, ანუ ეს პატარა დეტალებიც რო ძალიან დახვეწილად და ბოლომდე გადაიტანეს. იმ ხალხს ხელს არ შეუშли რომ ფოტო გადაიღოთ. მე გადავიღებ, ანუ მეორედ კიდევ ჰამბურგს ხელს. Parisce internazionale de vincere. Do you know this PSG guy on the left wing, Khvicha Kvaratskhelia? Yeah, of course. Really? Yeah. How do you like this? Yeah, he play very good football. Yeah, he was also good in Italy and when he was, I think he was also very good in PSG. Okay. I would say he's very good player. But Okay. I'm on a side on Inter. Yeah, I was Georgian, yeah. Yeah? Yeah, I was He's Georgian. also Kvisha. football fan. Khvicha. Ah, man. Kvaratskhelia played in my city, Napoli. You're from I'm Napoli? from Napoli, yeah. Kai, how imღეროთ შენ? Kvaradona. Wait, just give me a second. Un giorno all'improvviso. You don't know this I song? don't know this You're song. from Napoli? I'm not that deep of a Napoli fan. Okay. But yeah, I'm glad Napoli have won the Scudetto with Kvaratskhelia 2 years ago. And without This year- Kvaratskhelia and also. This year also, yeah. You live here? You're Yeah, I live you're here. Italian? I'm half Italian, Half Italian, half half Moroccan, man. That's why you support Ashraf Hakimi in PSG. I'm Of course, I love PSG since Messi left. Ronaldo's better. I think also Ronaldo better. Maybe in Alquilar or in Al Nassr. Thank you. Vielen Dank, guys. Cheers. Good luck you too. მიუხედავად სულ არ ნამყოფი აქამდე 7 საათით და იმ 7 საათში რაც მოვესწარი ზუსტად აქ მოვედი და ეს დავლიე 2 კათხ და ვთქვი რომ ჩემი ცხოვრების საუკეთესოდი ეგ იყო უეჭველი ეგ იყო ალბათ ხოდა მაინტერესებს აი ფოფხა რა ისე თქვის გაუმარჯოს მიუნხენს გერმანიას მიუნხენურ დღიურებს ვლოგებს პუდუ ზუზივაძეს და ხუჭა კვარაცხელიას გამარჯვებას ცემლები წამომევა ეს. აზრი არ აქვს რა და თქვენ რო გონიათ რომ ეხა ეს დღე მორჩა, კი მორჩა, მაგრამ წამოთით. მასალები უნდა გავაკეთოთ. ეხა დღეს რაც გადავიღეთ, ეგ ყველაფერი უნდა ავტვირთოთ და გავაგზავნოთ. ახალია. განდ სტადიონი. განდიდებული სტადიონი. ასე და ამგვარად გამოვედით მედია შეხვედრიდან, რომელიც იყო ძალიან დეტალური დაწვრილებით, ყოვლის მომცველი გააგრძელდა ალბათ 1 საათს.
დაგვავიარეთ ბაბხა რა არ გვითხრეს მითხარი რამე გამორჩა ის პრეზენტაცია რამხლა პრეზენტაციაც აწყობილი ქონდათ ძალიან ბევრი გვერდი იყო და ძალიან დეტალური იყო ყველაფერი დაახლოებით 80 კამერით იღებენ ხავიერ პასტორე იქნება PSG-ში ხავიერ ზანეტი იქნება ინტერესელში და ასე გამოიტანს ორი არგენტინელი ხავიერი თუ დავსხდებით აქ ძალიან კაი იქნება იმიტომ რომ ამ ინტერის გულშემატკივრების თვალით შევხედოთ როგორი ხედები ექნებათ და აქ ვინც არის ფეხზე დგას ეს არის ის რომელიც არის სადგომი ტრიბუნა ხო და სკამები დაამატეს ეხლა იმიტომ რომ რეგულაცია არის ეგეთი UEFA-ს ძალიან მოცულობით შიგნიდან კიდევ უფრო იგრძნობა არის 3 იარუსი თან არის 20 წლიანი სტადიონი ფეხბურთის წერანას თქვი რომ მოვდიოდი იმიტომ რომ არ ვიცი კიდევ ეგეთი ხანდაზმული შედარებით სტადიონი რომელიც ასე თანამედროვე გამოიყურება იმიტომ რომ ეხლა ვინც მოდას ქმნის არ ვიცი ტოტენჰემი იქნება არსენალი რეალი თუ ასე შემდეგ სტადიონებით ის ძალიან ახალია ყველა პარი სენ-ჟერმენის სტადიონს მიჩემდი ის ანუ რა თქმა მე ძალიან კი მიყვარს ის ისტორიული ნაგებობა იმიტომ რომ თავისი მნიშვნელობა აქვს 70-ში აშენებული და ცოტა რეტრო ცოტა ვინტაჟური სტილი გააჩნია მაგრამ ნუ ეხა ფეხბურთისთვის ის გარემო რაც აქ შეიქმნება და რაც გულს გაგვიხეთქავს ორ დღეში არა ეგ გრძელდება 1:30 წამი გრძელდება ის ოარი ძალიან დიდხნია პრინციპში ხო ეგ არის რა ეხლა ჩვენ მივდივართ იმიტომ რომ ჩვენი განსაკუთრებული სტუმარი ვნახოთ ხაი ავიწყეთ ცოტა რთულია მოვედით ოლიმპია სტადიონის პარკში ოლიმპიური სტადიონის სივრცეში სადაც გერმანელებმა გენიალურად მოიფიქრეს როგორ გადაეკეთებინათ სპორტული კომპლექსი უკვე დასასვენებელ სივრცეში. ხოლო ჩვენ აქ მოვაკითხეთ საფეხბურთო გარემოს და მოვაკითხეთ იმ გარემოს, სადაც რესპონდენტთან ერთად იმედია გავერთობთ რაღაცებს ვითამაშებთ. აქ მართლა შევიდოდი ბიჭო. გამარჯობა. გამარჯობა. შეხარ ჩემი საყვარელი TikTok-ერი ბავშვი საერთოდ. კაი, მე ცოტა ხანში რო გაგიშინაურდი. თუ ჯერ გილოცავთ პირველ რიგში თავიდან ისედაც ბუნდესლიგაში დარჩენად. დღეს რამდენ ფეხბურთს უყურებთ ვახერხებ რომ დღეს სხვათაშორის ხოლო ჩემპიონთა ლიგას და ბუნდესლიგას. კი ბატონო. და ნუ ქართველების ჩვენი ბიჭების ჩემი თამაში არ ემთხვევა და. ხო. დრო მაქვს რა თქმა უნდა ყველას. შენ თამაშებს? დაპირს თუ არა? ჩანაწერში? ხო. ჩემსას კი, ანუ თამაშის მერე, ანუ თუ გასული თამაში ავტობუსში ეგრევე. ხო. და სახში როცა მოვდივარ, ბავშვი რო დაიძინებს, მე გადავახვევ და უყურებ. ანუ ირაკლი იმედაძის ხმაზე არძინებ ბავშვს ფაქტობრივად. ეგრე გამოდის. ხო, თავიდან რომ გადმოვედი, ძალიან ისეთი უარყოფითი კომენტარები იყო, რომ გავარდება და ხო. და ეხლა რომ კიდე მინიმუმ ერთ სეზონს ბუნდესლიგაში გავატარებ. რა მაგარია. ძალიან ბედნიერი და გახარებული. რა თქმა უნდა, ეხლა მე და შენ კიდევ ვდგებით ჩართვაზე, ზეგ, ალიანს არენაზე, მაგრამ აქ სტადიონზე არ გითამაში, ხო? ჰაიდენჰაიმის შემოთავაზება როცა ქონდა, ასევე ქონდა ბევრი ფინანსურად უფრო უკეთესი ოფერი, რაც ჩვენ ვიცით. ხო. მაგრამ შენი ოცნება იყო სპორტულად სულ გინდოდა მაგის გაკეთება, ბუნდესლიგაში თამაში. ფეხბურთით მიიღე რა ეგ გადაწყვეტილება. არ გმირი ხარ და მარტო შენ იზამ და მაგას კი არ გეუბნები. ვიღაცები მაგას შვება. მაგრამ ცოტა შვება რა ბოდო მაგას. ქონდა ჩინეთიდან, ფინანსურად ძალიან სარფიანი შემოთავაზება, ასევე სამხრეთ კორეიდანაც. რა თქმა უნდა, იმ ოცნებებს და მიზნებს გავყევი, რაც პატარაობაში გავისახე. იმისთვისაც ამდენი წელი შრომობდი, რომ ერთ დღეს ტოპ ჩემპიონატში მეთამაშა და. ქუთაისის გარეშე რამდენ ხანს გაძლებ, ეგეც რო გითხრა რა, ძალიან გვაინტერესებს. სულ არის შემთხვევაში, ან სულ რაც ბოლო თამაში როგორც მითამაშე, მეორე დღეს ფრენად ვემთხოვე ეგრევე. ხო. ეგრევე საქართველოში. აუ, რა მაგარი ამბავია იქ. ძალიან გვიხარია მაგის. ხო, იმიტომ რომ იქ ყავს რა ყველა მეგობრები, ათესავები, მშობლები. ბუნდესლიგის პროფესიონალი ფეხბურთელი აქ ხალხი არც არ არის, რომ ფეხბურთელი უთქვას. ბუთო ეგრე მარტივად არ გამოვა ერთი ზუნდაც არის ბუთო გაუტანს ელავე ერთი სკოლა აცხენათი გაუტან ნახე YouTube-ის გაუჩი აი აზე არ ხარ წავედი შენ შუა სეზონში გადახვედი თუ შეიცვალე გონდო ჰაიდენჰაიმს ყვარად შუა სეზონში წავიდა პარის სენ-ჟერმენში რამდენად სხვანაირი შეგუება გჭირდება ახალ გუნდთან და თან ასნიშნავს რომ ამ 6 თვეში
ფეხბურთის მთავარ თამაშში მიიღე მონაწილეობას. ხო, ძალიან ის არის რა. შუა სეზონში უერთდები ძალიან თქვა თითქმის აწყობილი გუნდია რა. ხო. და იქ რო ჩაჯდე რაც ყვარამ გავაკეთა. ავი შეუძლია ალბათ ერთეული. მე ყვარა თამაშის წინ რაღაც მოწყენილი და ხო, ჩაკეტილი და ისე არა, ხო? არ მინახავს. ძალიან გახსნილი, პოზიტიურად განწყობილი ემზადება. მე უშუალოდ როცა თამაში ახლოვდება, რა თქმა უნდა ის კონცენტრაცია შემოდის რა. თავში რომ თუნდაც ავტობუსში როცა ვზივართ მუსიკას უსმენს, დარწმუნებულად თამაშის მომენტებზე ფიქრობს მაგაში და მე ნუ ყველაფერს ასრულებს, რასაც მოინდომებს, მე მოედანზე გადავს რა და კიდე ის არის რომ ანუ არ უყვარს თამაშის დროს მოედანზე გამოსვლა რა თამაშამდე რომ გამოდიო. ხო. ჩვენ ფეხბურთელები უმეტესობა გარეთ გამოვდივართ რაღაც მინდორსვამოთ რაღაც ყვარა ყოველთვის რჩება გასახდელში. მარტო? რუტინა აქვს რომ გარეთ არ გამოდის. ვა, რა საინტერესოა. ლიგაზე რას იზავს, მაგრამ ნაკრებში ყოველთვის ეგრე არის ეგ ვიცი და რავი დარწმუნებულა რომ ეხლა კიდე უფრო ორმაგად კონცენტრირებული და მომზადებული იქნება ფინალისტის და ძალიან ჯერა რომ საქართველოს ჩემპიონთა ლიგის ტიტულს ჩვენ ამას ერთად კი, მე და შენახავთ კარგი ხედით თან ამ ყველაფერს. ერთი ამბავიც არის. რას ნიშნავს, როცა ქართველი ადამიანი, ფეხბურთელი თამაშობს საზღვარგარეთ, ჰაიდენჰაიმში, პარი სენ-ჟერმენში, ლიონში და აი ამ დროს ტრიბუნაზე საქართველოს დროშას დაინახავს. აი ეგ როგორი გრძნობა ისეთია, რომ აი სულ აი ძალიან ბევრი დროშა იყოს ერთად, აი ჩვენსაც აუცილებლად შეამშენ. აი ჯერ იმიტომ რომ ჩვენი არის და ჩვენსაც პირველი ჩვენსაც ვუყურებთ. არა, ისედაც ის ხუთი ჯვარი როგორ ძალიან წითელი თეთრი შეხანება ძალიან კაფეოდ მოჩანს რა და შენ რაც გადმოხვედიო, აი სულ ყველგანო ქართულ მე თუ ვერ ხედავ, სულ მეუნებია ნახე ქართველები. შენი ქართველები არიან. აუ რა მაგარი. ოჯახი. სხვადასხვა არ წითელი ფერი არ უყვარს რა კაცურში. კაიზერსლაუტენი სადაც ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს, მაგათი ფერია და იმის გამო რადგან მე ქართველი ვარ და მიხსენე რომ ჩვენი დროშა იყო, მაგის მერე დართესნება რომ ქართული დროშები შემოეტანა. რა მაგარი ამბავია, ბიჭო. მანამდე იყო აკრძალული რომ წითელი ფერი სტადიონზე არ შეიძლებოდა. ლურჯი ან თეთრი. რა ჩემი ფერი არ შეიძლება. უმაგრესი ამბავია. და ეხლა ეგეთ ადამიანებს რომ ხედავ რომ მოდიან სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოდიოდნენ ხო მაგალითად. შენს მე რა თქმა უნდა გინდა რომ მოედანზე ყველაფერი დადო რომ იმ მოსულდულ შემატკივარს მადლობა გადაუხარო. აი დაშლა არ მოხდა. Where are you from? Guess. Guess. Okay. Frank, give me a chance and name. It's not you? It's not me. This is me. Yes. You're our partner. And this is my crew. So you record me and we record you. From Yerevan? Yerevan, yeah. You're our partners. Yeah, sure. We know. How are you guys? I see this. Yeah. Hello. Duhai, yes? No. You're Armenian? I grew up with Armenians. Oh, really? Great. I was in your office. Oh, really? It's a country sport? Yeah. Really? What do you expect from finals? You support obviously. Well, we support him because Inter Milan, yeah, of course. But we support your player also. We really want for Henrik Mkhitaryan. Small Caucasian derby, I think. Yeah, it is. The small Caucasian derby. And of course, we support Inter. We want him to have all 3 UEFA Cups. I hope it will happen. All 3 UEFA Cups versus 4 titles in one season to Kvaratskhelia. Yeah, it's okay. That's fine. Yeah, we support Kvara also. Yeah, cheers. That's fine. Cheers. Peace. Thank you. Have a good luck. ეგან უბრალოდ მოდიო და ეს ადამიანი და ეს ერთია ანუ მეიჯი უკეთია აკრედიტაციით იყო ჩავწეროთ მაინცო რაღაცა გაასწორებსო და სომეხი გაიჩითა ხო ყველობის ჯოან გამყოფიო მეუბნება მეუღენის პარკში სადღაც იმა ხო და ჩემი აზრით გილოცავთ ყველას ვინც ეს პირველი ვლოგი არ გამოტოვეთ იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა მეც და დამავწყდა
ანუ ერთი წამი მე უნდა ვთქვა. ანციო და მე უნდა ვთქვა. გამავიწყდა. ბუდუ სიმძივაძეს ერთ-ერთ გავატარეთ 1-3 საათი. მოდი მე ვიქნები ესე. და გიორგი ბუდუ, ანუ აი ამის ჩვენება უნდა და ამიტომ ჩაიცვა თბილისიდან ატარა, წამოიღო დღეს მოემზადა და ეს თავისი მახინჯი ადიდასის ჟაკეტი არ გახსნა რომ ესე ჩვენებინა. რა სიტყოდი ამ ყველაფერს? და შემდეგი ვლოგი არის უკვე პრესკონფერენცია ვარჯიშები გუნდების. თამაში რაც მთავარია, მატჩის ვლოგი იქნება, ანუ ძალიან ბენგერი უნდა იყოს წესით და მაგიტომ მე მგონი უნდა გამოვიწეროთ Serena Sport Georgia's YouTube არხით. და მეგობრებს საჩვენოთ ორივე ვლოგი. დავალაიქოთ. გავაზიაროთ, დავაკომენტაროთ და გიყვარდეთ. ნახვამდის. და ეხა უკვე კადრის მიღმა გადავიდეთ, ეხა ჩვენი საქმეები გვაქვს. ეხა ლუდი დავლიოთ მართლა რა.